შვიდობის ახალხო. გუშინ ვიყიდეთ მეორად მაღაზიებში აი ეს გოგო და აი ეს პატარა ბარბი. 5 ლარად. ხო და ეხლა ევამ გავიხვიძე თუ არა მეუბნება რომ ეს უნდა აბანაო. ხო და ჭუჭყიანია ხო და უნდა გაბანაოთ და ხამას დავბანთ. ჭუჭყიანია? საბა დავბანოთ? ხო, შამპუნით დავბანოთ. ესე, კაბა გავხადოთ, კაბაც უნდა გავურეცხოთ, ხო იცი? ფეხსაცმელი არ ეხდება. ოკეი, ესე. ეხლა მოვუშვათ თბილი წყალი. გეშინია გოგო? არა, არ მეშინია, მიყვარს ბანაობა. აი, ევაც შამპუნით დაგბან. თვალი დახუჭა, პირით არ გააღო. აბა გაგასხა. ესე. აბა ჭუბა წყალი მალე. თავი უკვე დავიბანე. ეს რამდენი კაფე არის? ნახე. აი ეს. შიფრიანა დავიმალე. მე უნდა გავიშროთ ეს. სოკო ძალიან უყვარს მიდაბანა. და შენ უნდა გიყვარდეს გოგონე. დედასაც უყვარს. და შენ უნდა გიყვარდეს, უცათმა კარგია. ახლა დამაჟის პრობლემები ხოლმე. ესე. გავუწყოთ ეს ხოლმე. ესე. გავუშრავოთ. ვისავაკრი მე მაქვს. აჰა. ეხლა თმა უნდა გავუშვათ და იჭირა, ეხლა მე კაბას გავურეცხავ. მეორადების მაღაზიაში ვიყიდეთ და ამიტომ მინდა რომ მაინც შეიძლება იყოს ხოთები. ამას წარმაგი გავდეთ და უცებ გასწავლა. საერთოდ დაიწყო დილა. კაბა. ეს ომის არის. წავედით, ჭუპა მინდა ჩქარა. პატარა ბარბინას დასაყვარად. ოხ შენ სიგრძეთ მაგას ვიქარ, რა პუნცები ხარ? ავაკათოთ ესე. იმას არა უქავდა, კარგად ამას ნახე, კარგად უქავდება. ამას მასლა უყავთ თმას. ესე, აბა ტანიც ლამაზო გოგონა. ძირფასო. ესე. ჭუპა, მწვავი მალე, თავი უკვე დავიბანე. გავუშვათ მაჩევაზიდოთ ყრე. და სუფთა აბარა. კაბაც დავერა ლამაზი კაბა. კაბაც
გააშრება მალე. კი? ამაზით მაქვს. კაბებს ესე ვაჭრობთ. რომელი შარვარი მაცვია? ეხლა ჩავიცვი. ორი ლარადრო ვიყიდე შოკო. ასა და ჰუმანაში. მაგრამ ანუ შალი ვითაი და ჩხლეტს და მე ვერ ვიტანე ეგეთებს. გაცა მოვიდა. მოჭრება პიცა. ამით კი არა. იცის საჭიროა. მოხდი? მაკეთა? თუ გითხრა სხვა დროს მოდი. სხვა დრო და გადადება. ის ხუთინარი ვისი ეიფოდებს? ჩემი. აქედან ჩაგირის ხო ბარათიდან და ის მომი. აგიმაზე რაც გეკუთვნს. ო, კარგად ხობს ეგრე? აი. ой, გასანეცად მინდა ეგ ბანკომატი აქ ამას არ მუშაობს. მე იცი სადავდი ვარ? ქვემო დავდივარ იქ, კარხოს. ხო. ია იგი. ახლა რამ ხელანაჭერი მოვიჭერი. ახლა დაინაჭერი მოვიჭერი. Sorry. Onu da şık çildin mi? Çildi, var aradıydı. Programdan. Cool. Aromatik burgeris sos. Salami კბილებო. ეს არის გუშინ რომ მომამზადე ის პიცა. სახში მომზადებული, კალორია დაუთვალე. ჩემს გაკეთებულ პიცას აქვს 100 გრამზე 201 კალორია. რომ მეუბნებით ხოლმე როგორ უთვლია, ჩვეულებრივად უთვლი. ყველაფერს წონი და ასე. დაბალკალორიულია ჩემი მომზადებული, იმიტომ რომ მე ვაკეთებ საფუარიანი ცომით, არ ვამატებ ბევრზეც, ძალიან ცოტაზეც ვამატებ გადაზელვის დროს. ყველს ვუკეთებ ქართულს,
კერძოდ სულგუნს, ანუ ევროპული ყოლებით უფრო მაღალი კალორია გამოდის, ძეხს და შაშხს უკეთებ დაბალ კალორიულს, ანუ 104 კალორია აქვს შაშხს და 202 აქვს ძეხს და შესაბამისად ეს ყველაფერი უწევს კალორიას ქვემოთ, ანუ გაცილებით უფრო დაბალკალორიული გამოდის, ვიდრე მაგალითად ნაყიდი პიცა. გუშინ შევჭამე 3 ნაჭერი. ძალიან გემრიელი. იცით რა არის? როცა დიდხანს ხარ დეფიციტში, გინდა თუ არ გინდა, ნელ-ნელა გადადიხარ უფრო სუფთა კვებაზე, იმიტომ რომ ეგ კვება უფრო განაყრებს. მაგრამ მერე დაგროვებითი ეფექტი აქვს იმ საკვებს, რაც გიყვარს. და თან თუ ჩემნაირი ხასიათი აქვს ადამიანს, რომ აი აკრძალვები, რაც აკრძალულია, ის რო გინდა და აკრძალვები რო არ უყვარს, ხო? და პლუს დაგროვებითი ეფექტი, ეგ არის ცუდი ადრე მაგის გამო ვიმატებდი ხოლმე. ხო და ეს სხვა მოხსნა თავისას და მე ავიღე სოკოები, მიყვარს. ამაზე მქონდა დათვლილი კალორია და სოკო არ მქონდა ამას. გადმოვიტანე სოკოებიდან. მე მაიონეზს არ ვუკეთებ ზემოდან, როცა ვაცხობ და ეს არის ბურგერის соуსი, სამგან დავაწვეთ, სულ 3 გრამია. აქ ჩაი მაქვს შაქრის შემცველი. ოკეია. ვარ წარმოიგეთ როგორ დავტკბი. ამიტომ თუ არ გინდათ რომ მე დაგეწყოთ დარღვევები და ვეღარ გაჩერდეთ, რაც გიყვართ და გენატურებათ, ის აუცილებლად უნდა ჭამოთ ხოლმე. სალამი შემოტკბილებო. ახლა მივირთვი პიცა და ახლა დავლიე ჩაი და ესეთი სიამოვნები ვარ. ძალიან მნიშვნელოვანია გოგოშკებო, რომ ისჭამოთ, რაც გიყვართ და გემრიელად ჭამოთ. რა თქმა უნდა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჯანსაღი არ უნდა ჭამოთ, მაგრამ ანუ არსაითკენ გადავარდნა არ არის ჯანსაღი. ჯანსაღი ყოველთვის არის ოქროს შუალედი, ხო იცით? ჩვენ ვიცით ეს. აბა მოდი ახლა თქვენი კომენტარები წავიკითხოთ და ესეთი დილის ვლოგი გადავიღოთ დღეს. ხათუნა, მიხარია შენი ღიმელი, მეც უზომოდ მიყვარს. ვტკბები ნიგზიანი პასკით, გისურვებ უამრავ წარმატებას. შესაძლოა ხშირად ვერ გწერ მუშაობის და მოუცდელობის გამო, მაგრამ ყოველთვის გიყურებ და გისურვებ საუკეთესოს. ძალიან მიყვარხარ, ხათუნა, ძალიან კარგი გოგო ხარ. აი ძალიან. ძალიან. კიდე აბა და ზედ არ შევმახტეთ ახლა ქეთევან მიხარია უკეთეს განწყობაზე რომ გხედავ დედამიწა 64 არ არის ყველას გვაქვს განსაცდელები სულიერ ჯანმრთელობას და სულის გაძლიერებას გისურვებ მადლობა ძვირფასო ინგა როგორი გემრიელი ჭამა იცით ნერს ყლაპა მადლობა ნანა აუპასკა ესე იგი ყველა ადამიანი ვინც ვისაც სხვისი ჭამა ნერვებს არ უშლის, მგონია ძალიან კარგი ადამიანი. რა თქმა უნდა, შეიძლება სხვისი ჭამა ადამიანს ნერვს უშლიდეს და მაინც კაი ადამიანი იყოს, ეს იმას არ გამოირცხავს, მაგრამ ანუ ნახე, როცა მაღალი მიმღებლობა გაქვს, სხვა ადამიანის რაღაცა ადამიანური არ გაღიზიანებს, ხვდები? მე მაგალითად არასოდეს არ მაღიზიანებს სხვა ადამიანების ჭამა. აი მაგალითად ცოტა ხნის წინ შემხვდა ვერ მივხვდი რა ეროვნების არის. შეიძლება ესპანელია, არ ვიცი. მოკლედ ერთი ბებია არის. თავს ვერ დავდებ მოკლედ, აი წარმოდგენა არ მაქვს სადაურია. ბებია არის. ცხოვრობს რომელიღაც სოფელში და ჭამს, აი როგორ იცით, მე მინახავს სოფელში, რომ ადამიანები ეგრე ჭამენ. ანუ ეხა აქ სოციალურ ქსელში ძალიან მაგარი ტყლარჭიაობა მიდის ხოლმე, თუნდაც კომენტარებში გეგონება ადამიანებს არასდროს უნახავთ სხვა ადამიანი, რომელიც ჭამს აი გემრიელად სახში. რო დაჯდებათ თავისით, აი ეგრე. და ეს ბებია როგორ ჭამს, იცით? აი სოფელში ბებიები რო ჭამენ ხოლმე, ყველანაირი გადატყლარჭვის და გადაპრანჭვის გარეშე რა. აი მოიცა ამ იმაში არა მაგ
ისე იფონი მომაწოდე ეგ რომ გაჩვენებთ აი რომ მიხვდეთ რას ვამბობ. ჯორჯიტა ქვია, სადაური სახელია ჯორჯიტა. აი მაგალითად. მამონო კუკული სამონო კუმონა. ჩარამასო და მამალია. რაინა თუ მიხვდებით ამიტომ. Кукарine да. 6-7 килограмм работы. А сейчас опачрался, ну я каребачина зой. აქ არ ჩანს კიდე. ჩვეულებრივად რა, როგორც ადამიანები ჭამენ ტყლარჭვის გარეშე ხოლმე. ახლა წარმოიდგინეთ ქართველმა რომ ესე ჭამოს, ხო ვით უმეტეს ამასაკის ქალმა როგორ დასცინიან, როგორ შეურაცხყოფებს აყენებენ. ანუ მუსიკა დაუწიე რომ YouTube-ი არ გაბრალდეს. ანუ მე მიყვარს ეს. მე მიყვარს ადამიანური. აი მართლა ეს ადამიანი ესე ჭამს. ანუ ამიტომ კი არ ჭამს ესე რომ კამერაზე ჭამს. აი ესეთია და ესე ჭამს და მე ეს მიყვარს. ჩემთვის ეს არის ძვირფას და არა ის რომ გადაიტყლარწებიან და ერთ ლუკმას რო ჭამენ. მე მაგასათებს ვერ უყურებ მაგალითად. თუმცა რა თქმა უნდა ცუდს არასოდეს არავის არც ვეტყვი და არც უწერ, მაგრამ აი ესეთი ბუნებრივი რაღაცები მე ბევრად მეტად მომწონს და როცა ადამიანებს ეგეთი რაღაცები აღიზიანებთ, აი ესე მგონია რომ იმ ადამიანებს მიმღებლობა არ აქვთ. არც საკუთარი თავის და არც სხვისი და როცა არ აქვს ადამიანს მიმღებლობა არც საკუთარი თავის და არც სხვისი, ის ადამიანი არ არის გაცნობიერებული ადამიანი, ის ადამიანი არ მუშაობს საკუთარ თავზე და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ხო? ანუ მე ესეთი რაღაცები ძალიან და ნახეთ 6000 ლაიქი აქვს, ხა მეც დავალაიქე და რამდენი კომენტარები აქვს და სულ გულები, ალერსები, სიყვარულები და ანუ და ჩვენთან რა იქნებოდა? ხო და ძალიან გული მწყდება, რომ ეს ერთ-ერთ რამის მაუწყებელია. ერთადერთი რამის. ლელონინი მიხარია შენი გამოჩენაო. ნინი რეცეპტი დაგვიდე რა პასკი. მიდევს ძვირფასო ძალიან ბევრჯერ მიდევს ამ პასკის რეცეპტი. თუმცა წელსაც ჩავიწერ აუცილებლად. ირინა ნინი შეიძლება ნერვის ანთება ქონდეს ძვირფასო სტრესმა იცის. ყველაფერი კარგად იქნება. ვაიმე გამიარა ხალხო, გამიარა, არც კი მჯერა. და კარგად ვარ. და რა ბედნიერება. გამოდნი ულამაზი დღეები, მინდა რეცეპტი უსაყვარესი და ულამაზი ხარ ჩემო ნინი მომენატრე. ლელა შეგერგო ჩემო ძვირფასებო გემრიელად მიირთვით, როზეტა გოლები. ნატა ამ პასკის რეცეპტი შეგიძლიათ მითხრათ და ნოტი რომ გამოვიდეს მაგისთვის რა უნდა ვქნა. აი მაქვს ვიდეო და იქ არის ყველაფერი. ბევრი ვიდეო მაქვს, ბიუჯეტური პასკა, ასე ქვია მგონი და რა ვიცი, ყოველ წელს ვაკეთებ ხოლმე ამ პასკას. ნინიკო, შენ გენაცვალე, წელსაც გადავიღებ, შენ გენაცვალე ვარ რა ლამაზი ხარ, ჩემო პატარა გოგო, გაიზარდე ისეთი გოგო, როგორც შენს დედიკოს უნდა. დედიკოს უნდა, რომ ჯამრთელი და ბედნიერი იყოს. ნინიმ დამიწერა კომენტარი, ვაიმე, კომენტარმა მომცაო, მოიცადე. მოიცადი, აბა. ახოთ. ნინი. პირველ რიგში მადლობა მოლოცვისთვის ძვირფასო კი ყველაფერს მოგიყვები, სულ თავიდან დავიწყებ, მაგრამ ვეცდები მოკლედ მოვყვე. ესე იგი, სექტემბრის შუა რიცხვებში დავიწყე თეორიის სწავლა. ოქტომბრის 9-ში პირველი გაკვეთილი გავიარე მანქანის ტარევის. შემდეგ 6 გაკვეთილში ვისწავლე ყველა ელემენტი და ოქტომბრის ბოლოს წავედი რუსთავში გამოცდაზე.
თუმცა არ შემიხვეს, მითხრეს ჯავშანი გჭირდებაო. ხოლო ადგილი 29 ნოემბრამდე არ არისო. რას ვიზავდით, ჩავეწერე და წამოვედი სახლში. როცა გამოცდის დღე მოვედა, წავედით და თეორია 8 წუთში ჩავაბარე. რომ გამოვედი ოთახიდან, ჩემებს ეგონა ჩავიჭერი, ასე მალე არ მელოდნენ. მანდ არა, მაგრამ პრაქტიკაზე მართლა ჩავიჭერი, თუმცა 3 დეკემბერს ჩუმად გავიპარე რუსთავში და ჩავაბარე კიდეც. შემდეგ ჩემებს დაურეკე და თან გავაკვირვე და თან გავახარე. ჩემი საყვარელი გოგო. რა მაგარი გრძნობა, მახსოვს მეც რა ბედნიერი ვიყავი, რომ ჩავაბარე. და კიდე მოიცა შემდეგი კომენტარი. ხო, ძვირფასო კომენტარებმა არ მომცა ამდენის ერთიანად დაწერის უფლება, ამიტომ მეორე ნაწილად გიწერს. შემდეგ უკვე ქალაქის გამოცდის დაჯავშნა დავიწყე. დეკემბრის დასაწყისიდან ვცდილობდი და ძლივს დავჯავშნე 20 თებერვალს. თებერვლის 7-დან დავიწყე თბილისში სწავლება. სულ 5 გაკვეთილი გავიარე. რუსთავში კი არც ერთი გაკვეთილი არ გამივლია. პირდაპირ გამოცდაზე მივედი. რა თქმა უნდა, ვნერვიულობდი, თუმცა მაქსიმალურად დავიყვანე ჩემი თავი ხელში. შემდეგ უკვე გავედი გამოცდაზე და მახსოვს დედას გავხედე, რომელიც მლოცავდა და დილით ბებომაც დამირეკა და გზა დამილოცა და მეც გამოცდა პირველივეზე ჩავაბარე. რაც იშვიათად ხდება. დედა იძახდა, რაც იქ გელოდებოდი, დაახლოებით 30 ჩაჭერი მაინც მოიყვანესო და იმ დღისით მხოლოდ 3 ადამიანს ჩაგვებარებე. ჩემი ჭკვიანი და ჩემი ყოჩაღი გოგო. თასა წავიდე კაცო, მინდა რომ დავსქრინო. ძალიან მიხარია, სულ მწვანეზე გევლო ძვირფასო, სულ ბედნიერი იყავი და სულ აი საუკეთესო საქმეები გეკეთებინო, სულ. ტაბ, ნინ მაგ სათამაშოზე? რა სათამაშოზე? ინფორმაცია თუ მოიძიე, მაინტერესებს. ამაზე? სისულელეების არ მჯერა მე. ციცი, გემრიელად მიირთვით ჩემო ძვირფასებო ხინკალი. მეც მომანდომეთ ყველაზე მეტად კარტოფილის მიყვარს. რაიმე მე კიდე კარტოფილის ხინკალი ან გემრიელი არ მიჭამია, ან კი მე ხო იცი რამე ხორცზე ვარ, ხორცისტი და აი სულ ფიქრობ ხოლმე რომ აი რო ვჭამი, როგორ შეიძლება რომ ხორცი, ანუ ვიწვალო ეს ცომს ვეჯაჯგურო, ვაბრწყელო და ხორციანი არ იყოს. ანუ კარტოფილიანი ძალიან მიყვარს ვარენიკი და ვიყიდი და მოვხარშავ მშვენიერია ხოლმე კარტოფილიანი, ხა ხო იცი ისეთი ვარიანტი, რომ ხა კარტოფილის ნაცვლად რაღაც უნდა შადონში იქ და ძალიან გემრიელად ჭამ ხოლმე, მაგრამ აი რო ვწვალობ აი ამ ცომს რო ვეჯაჯგურებ, მე ძალიან მიჭირს, აი აქედან ბოლომდე ხერხემალი სუმტკივა ხოლმე მაგის მერე და ანუ არასოდეს არ მიმიცია ნება რომ ის კარტოფილი ჩამედო შიგ ჩემი თავისთვის, იმიტომ რომ ნუ ხორცზე მიყვარს და კიდე სოკოთიც გამიკეთებია, რა თქმა უნდა. იმიტომ რომ თოკოს უყვარს. ლელა, ნინით მაგრამ სიგზე გაკითხა და ძალიან გიხდებაო. მადლობა ჩემო საყვარელო. მიხარია შენი დაბრუნება მიყვარხარო ლელო, მთლად ვერა. ანუ აი ხო თქვი თებერვალი დაბრუნების დღე იქნება თქო და მაგალითად გულშინ მინდოდა რომ იმას მექნა ჩამეწერა, ვერ ჩავწერე კოტის დაბადების დღე რო იყო იმის მერე ესე ჩავუჯექი სახლში თბილად კბილად გულშინ მე და თორნიკემ ვუყურეთ, ძალიან მინდოდა ერთი იმის ყურება, ცა გაჩვენებთ TikTok-ზე ამომიგდო და გავგიჟდი, ისე მომეწონა. გაჩვენებთ ეხლავე. ესე იგი რა ქვია? პოველს აკანცე სვეტა. Почему аниме «Повесть о конце света» для дебилов? В итоге, когда мельница... Я не пойму, но может одна... Король не колеблется. Король не сдается. Король не полагается на других. Король никогда не сдается. ამ ფრაგმენტს უყურეთ მარტო რა და ერთი სერია დაგვრჩა კიდე დასასრულებელი. ხო და ძალიან დიდი ხანი ეს ვნახე, ძალიან მომეწონა ეს რომ ვნახე.
და მას მერე ისა სულ მინდოდა ყურება და აი გუშინ დავადგეთ საშველი მე რა თქო დავჯექით პიცები რო გამოვაცხე მაგის მერე და დავიწყეთ ისა მაგის ყურება და ისე ვისიამოვნე ისე რომ მეტიც არ შეიძლება. TikTok-ზე არის საზოგადოება, ზოგი კომენტატორები, მე არ ვიცი ხალხო. Просто ისეთი დონეა, აი ფსკერს ქვემოდან რო გიკაკუნებენ რა. ყველა არა, რა თქმა უნდა, ყველა არა, კაცო, ღმერთმა დაგვიფარო ძალიან ბევრია ადეკვატური, მაგრამ ისა ძალიან ბევრი არაადეკვატურიც არის ხოთ შორის. ანუ YouTube-ზე უფრო ადეკვატური ხალხია. ბევრად უფრო. ძველ კომენტარებს ვალაიქებ, რომელიც უკვე ისეთი ძველია, რომ ახლა აღარ არის აქტუალური. ამერიკაში მანქანამ დაკარწყას ადვოკატები აყავთ დოლარებს იდებენ ჯიბეში ძალიან კარგი კანონები აქვთ თან ძალმა გიგბინოს ან კატამ დაკატოს ჩივიან მაწანწალა ზაღლი კატა არ დადის ოჯახის უფრო სოფომ დაწერა ჯორჯი, ორივეს ფარულად გატყობთ, რომ რაღაცა სახის სარგებელი გინდათ მაგ ინციდენტიდანო ვიღაცამ დაწერა ლიას რომ მანქანა დაეჯახა. ნათია მოპასუხა მსგავსი რაღაც რა მოგაფიქრა. ალბათ თვითონ არის ეგეთი და მაგან. ანუ ადამიანს მანქანა რო დაეჯახება და შენ რომ მაგ დროს სარგებელზე ფიქრობ ან ადამიანს მანქანა დაეჯახება შენ რო ფიქრობ რომ რამე სარგებელი უნდა და იმ სიტუაციიდანო просто ვინ ხარ აი ეს ფსკერს მიღმა ადამიანი არის ესეც მოგვიკაკუნა მერთო რა უსინდისობა აი მაქსი მართლით გატაროს ღმერთმა რა ამას ვიტყვი მარტო მეტი რა უნდა უთხრა მაგას სიტყვა რო დახარჯო მაგაზე ეგეც კი არ ღირს მელანო როგორ მინდა კარგად იყო და ყველა კარგი ადამიანი კარგად იყო მუდამ მომღიმარს გხედავდე ასევე შენც ჩემო საყვარელო ძალიან კარგი გოგო ხარ ძალიან ნინო თუ მოტივირებული იქნები საკუთარი მშვენიერი განწყობის შესაქმნელად ყველაფერი კარგად იქნება ეგრეა ძირფასო მაგრამ მოტივირებული რო იყო მაგასაც ჭირდება რაღაცა ბაზა ხო იცი და ერთი ეგ ბაზა რა თქმა უნდა ჯანმრთელობა და მეორე კიდე ფსიქოლოგიური ანუ შენი ახლო სივრცეში სიმშვიდე რა ანუ ფსიქოლოგიური სიმყარე ლიკა, ჩემს ტკივილებს მიამებენ ჩემი შვილები, მეუღლე, ცოტა სპორტი, ცხოვრების მიმართ სიყვარული და ოპტიმიზმი. ნინი, შენ ძლიერი გოგო ხარ და ამასაც გართმევ თავს. მოწყენილობის პერიოდი ყველას გვაქვს, ასეც უნდა იყოს. შემდგომ ისევ მოეფინება მზე ჩვენ სულს, რაც გვაძლევს წინსვლის ძალას. კი, ჩემო სიყვარულო, რა თქმა უნდა. უბრალოდ რა იყო, იცი? ანუ როცა სიყვარული გაქვს გულში, მაგრამ მიუხედავად ამისა, როცა ფიქრობ, რომ რაღაცა შეიძლება დასრულდეს, იმიტომ რომ შეიძლება ასე ჯობდეს, ეს ძალიან მტკივნეულია და ვისაც ეს გამოგივლიათ, მიხვდებით, რასაც ვამბობ და რასაც ვსაუბრობ და ანუ ეს ამტკივნეულია რა. რავი.
და ამას ერთ-ერთი აი ვერ გადასატანი დღეების გადატანა ქვია რა. ანუ ვერაფერს ვერ გაიყუჩებ, ვერაფერს ვერ გაიქცევ. ერთ-ერთი რაღაცა არის, რომ უბრალოდ უნდა გაუძლო. დარჩე შენ თავთან და გაუძლო. წავედი მიშავე ვიყიდო. საყვარელი ნინი მეატრება ის, რომ როცა 2-3 ვიდეოს დებდი, ახლა კი გვენატრები, შენთან ურთიერთობის დეფიციტში ვარ. მინდა კარგად იყოს შენს თავს დაეხმარო, ძალა მოიკრიბა და შენი საყვარელი საქმის კეთებისგან ისევ მიიღო სიამოვნება. როგორც ამას მრავალი წლის მანძილზე წარმატებით ახერხებდი, არაფერს და არავის მისცე უფლება და შესაძლებლობა შენი სიმყუდროვე დაარღვევს, ყველაფერი დაალაგდება და ამ პერიოდსაც გადალახავ. მთავარია შენს თავს არ უღალატო. დარწმუნებული ვარ, ჩვენი სიყვარული გაგაძლიერებს და დაგაბრუნებს შენთვის კომფორტულ რიტმში. შვილების უპირობო სიყვარული შეგმატებს ძალებს, რომ გადალახო ყველანაირი ბარიერი და დადგმე ამ სიყვარულით მთელი გულით გისურვებ ყველაფერს საუკეთესოს. მიყვარდი, მიყვარხარ და სულ მეყვარები, ჩემო საყვარელო, ჩემო ძვირფასო, როგორი კარგი ადამიანი ხარ. ეთერი, ძალიან კარგი ადამიანი ხარ. კეთი, არა უშავს იყავ ისე როგორც გინდა, თავს ვერ დააძალებნინი, ესეც გაივლის, როგორც ყველაფერი დანარჩენი. კი, ჩემო საყვარელო, კი. ესე იგი ხო, აი, ჩემს YouTube გადაღებაზე ეს აისახა რა, ერთი რაც ვისაუბრე, აი ის იმედგაცრუება. ვიდეოს ხო მქონდა მაგაზე, ხა მაგას თავიდან აღარ მოვყვები, ანუ ერთი ეგ და აისახა ძალიან ნეგატიურად, ანუ აღარ მინდოდა გადაღება რა. მე ერთი ის რომ მივეჩვიე ჩემ თავთან ყოფნას და მე ვარ ძალიან ინტროვერტი ადამიანი, ანუ ჩემი საყვარელი ხალხი რომ მყავს სახლში, იმათგანაც კი მჭირდება ხოლმე განცალკება. აი ხო არიან ადამიანები, რომ არ შეუძლიათ მარტო ყოფნა, სულ ვიღაცასთან უნდა იყვნენ ექსტროვერტები რა. სულ ხმაურში, სულ გარეთ, ან სახლში არ შეუძლიათ და სახლში მარტო დასცინებლად შემოდიან. მე პირიქით ვარ, მე იმდენად ინტროვერტი ადამიანი ვარ, რომ ჩემ თავთან ყოფნა მჭირდება და დრო მჭირდება, რომ აღვდგე. და რადგან ძალიან ემპათი ვარ, ძალიან ადვილად მეხარჯება რა, ხო ხდებით რესურსი. ხო და იმაშია ანიმეში სხვა შეს ესე ჩემნაირი ადამიანი, ანუ ოღონდ იქ რა თქმა უნდა სხვა ფორმით, რომ ანუ სხვების ტკივილს გრძნობდა რა. და რომ ხედავდა, რომ ადამიანთან მეჭრილობა იყო, იქ თვითონ ნაც ემართებოდა იქ ისეთივე ჭრილობა და მე ხა ფიზიკური ჭრილობა არ მემართება, მაგრამ ადამიანების ტკივილს რომ ხედავ, ანუ სულიერ ტკივილს, მეც მტკივ, ანუ მეც მემართება იქ ჭრილობა, ოღონდ სულიერი, შინაგანი. და მე ამის დაძლევა ძალიან რთულია ხოლმე რა და მე ამ ბავშვს ამის გამო თვალების ასახვევი მისცა იმან ვინც გაზარდა რომ არ დაინახა ის სხვების ჭრილობები ზედმეტად რა არ ვარ დატანჯულიყო ზედმეტად მეთქი აი მეც რომ ვცდილობ ხოლმე მეთქი რომ აღარ შევიდე აღარ ჩავყვე ტელევიზორს არ უსმინო არ გავიგო რაღაც არ ჩაუღრმავდე ჩემთვისაც ეგ თვალებზე ასახვევია თქო რა ხო ამიტომ ჩემთვის რეალურად არანაირი დისკომფორტი კი არ არის მარტო ყოფნა და აი ჩემთვის ყოფნა პირიქით ანუ ძალიან სასიამოვნოა ხალხო და რაც რო გადის უფრო სასიამოვნო ანუ არავინ არ მჭირდება კარგად რო ვიყო ჩემი უახლოესი ადამიანები ანუ მაგათ გარეშეც შემიძლია ყოველდღიურობაში ოღონდ უნდა ვიცოდე რომ კარგად არიან და ცხოველები მჭირდება ყოველდღე და აი ეს ჩემი საყვარელი საქმე იმეების წაკითხვა, იმეების ყურება, იმეების კეთება, რაც მიიღოს და ანუ ძალიან კარგად ვარ. და ესეც ურთიერთობის ფორმაა და ამასაც რაღაცნაირად გადავეჩვი, ხვდებით? ანუ აღარ მინდა. აი იმდენად გაზიარება აღარ მინდა. მაგრამ ფიქრობ, რომ ჩემ თავს დრო მივცე უბრალოდ. ეს ძალიან მიყვარს, თქვენ ძალიან მიყვარხართ და ამის დაკარგვა რო არ მინდა, ეგ ვიცი. და იმ ხელა კრიზისები გადავიარე, რომ რა თქმა უნდა თავს უნდა მივცე დრო, რომ უბრალოდ დავსტაბილურდე. თუნდაც ისე, რომ დღეში ერთი ვიდეო დავდო. ეხლა რო გადავიღებ კიდე. მაშინ ვარ იმ წუთში ვამონტაჟებდი და ვდებდი და ეხლა რო გადავიღებ ვიდეოს 2 დღის მერე ვამონტაჟებ ხოლმე. აი პროსტ წარმოიდგინეთ. ამ ხელა რეგრესი მაქვს. ნინი, ყველაფერი ცუდი გაივლის და კარგი დღეები დაიწყება აუცილებლად. სექტემბერი, ოქტომბერი, ნოემბერი, დეკემბერი სულ ქვევით ვეშვებოდი.
ერთმანეთს მიყოლებით ახალ-ახალი გამოწვევები მქონდა, თუმცა ყველა დაღმართს აღმართი მოყვება და იანვრიდან მოყვებული ჩემთვის ისეთი რაღაცები ხდება, რასაც სექტემბერში ფიქრადაც ვერ გავილებდი, ამიტომ არ დანებდე. სულ წინ და წინ, მაღლა და მაღლა საყვარელო ნინი, შენ იმსახურებ ბედნიერებას, ვაიმე რა კარგი ხარ, ძვირფასო, მადლობა. აი, ესეთი სიტყვები არის ხოლმე, როგორც ჰაერი რა, რომ აი ეს არის ცხოვრების კანონი, რომ ყველა დაღმართს მოყვება აღმართი და ყველა აღმართს მოყვება დაღმართი და ამის არ უნდა გვეშინოდეს. ანუ ეს უნდა მივიღოთ და უნდა ვიდგეთ ღირსეულად, სხვათა შორის ბუნებას აქვს და ბუნება არის ხოლმე ჩემთვის ძალიან კაი მაგალითი, რომ აი რომ დააკვირდე მაგალითად ხეს. რამხელა ღირსებით დგას, ქარშიც, დარშიც, ავდარში, წვიმაში, ყინვაში, მზეში, ყოველთვის. შეიძლება ხმებოდეს შეიძლება, შეიძლება იყინებოდეს, შეიძლება კუდებოდეს, მაგრამ როგორ ღირსეულად დგას ბოლომდე. ძალიან მინდა რომ მეც შემეძლოს ეს. ვისწავლო. ანუ რო გამოჩნდებიან ხოლმე ჭორიკანა ადამიანები, რომლებიც არასოდეს არ წერენ ხოლმე არაფერს, მაგრამ თუ კი რამე ურთიერთობაზე ან რაღაცაზე იქნება, მაშინ რო კომენტარებს წერენ ხოლმე, ანუ რომლის ნიკიც არ გახსოვს, იმიტომ რომ არ წერდი ხოლმე რა. დაათმა ჭორიკანამ რო დაალა იქა. მაგრამ შემოძვირფასებო. ესეთი იყო დღევანდელი ვლოგი. მიყვარხართ ძალიან კოცნე. დღეს 26 თებერვალია. 26 თებერვალიც გავიდა ღმერთო ჩემო. 2 საათი ხდება. ეხლავე დავამონტაჟებ ამ ვიდეოს და დავდებ, აი, პირობას გაძლევთ. მიყვარხართ. Please, დალაიქეთ ვიდეო, გამოიწერეთ არხი და დამიტოვეთ კომენტარი, ასე მომეცით мотивация. მიყვარხართ ძალიან. თოკო მოვიდა. მოიცა როგორ უყურებენ. თოკო რომ მოვიდა, უყურებ და ორივე. ეხა გამოიხედა კატა. ნახე, წავიდა ბონჯიკა. თოკო მოვიდა? თოკო მოვიდა, თოკო მოვიდა. ახე, ნახე, ისიც წავიდა. ახე.